მე ვარ სანდრო გათენაძე 12 წლის. ვსწავლობ ციხისძირის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. ისე მიყვარს ფეხბურთი, რომ სხვა საქმეებისთვის არ მცალია. უკვე 2 წელია ვთამაშობ ჩელე აკადემიაში. სამოვალოდ ვაპირებ ბათუმის დინამოში გადასვლას. ჩემი მწვრთნელებია ლუკა ნემსაძე და ლუკა ფაღავა. ორივე მასწავლებელი კეთილი, მხიარულია და ორივეს ლუკა ქვია. ჩელე აკადემიამდეც მიყვარდა ფეხბურთი და ამ მასწავლებლებმა უფრო შემაყვარეს. ვარ უნივერსალი და ყველგან კომფორტულად ვგრძნობ თავს. გუნდში უმეტესად მათამაშებენ ცენტრ ფორვარდი. მაქვს გოლების გატანის ალღოც და ბევრი გოლიც გამაქვს. ჩემ კარიერაში გატანილი მაქვს 12 გოლი. ყველაზე კარგი ალბათ გავიტანე ბათუსთან. ყველაზე კარგი გოლი ბათუსთან მქონდა გატანილი. ეგ გოლი გავიტანე მე ცენტრიდან და ყველას ძალიან გაუხარდა და მასწავლებელი აღბრთოვანებული იყო, მაგრამ კიდევ მაქვს გატანილი ნორჩ დინამოსთან, ოღონდ მაშინ შევასრულე ჰეტ-ტრიკი და ჩვენ ვაგებდით 0-5 და საბოლოო თამაში დამთავრდა 8-8. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება გუნდის დახმარებაში სულ მზად ყოფნა. გამოსასწორებელი მაქვს თავით თამაში. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის მესი და ჩემი საყვარელი გუნდი არის რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 10 ნომრით. ბავშვობაში მინდოდა ყოფილიყავი მეხანძრე მაშველი. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვედი, მაშინ გამოვალ ფიზიკოსი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან მყავს ბევრი მეგობარი, არიან თბილი მასწავლებლები და ძალიან თბილი გარემოა, რომ ისწავლო. ჩემი აზრით ციხისძირის სკოლა იმიტომ ჯობია სხვა სკოლებს, რომ აქ უფრო განსხვავებულად შეისწავლება საგნები და უფრო არის ნაცნობობა ჩვენ სკოლაში. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის გიორგი სიხარულიძე. ყველაზე მშვიდია ელენე გოგიტიძე. ყველაზე ცელქია თემო გელაძე. მე ვარ ყველაზე კეთილი, სიმპათიური და ჭკვიანი. შეყვარებული არ მყავს, იმიტომ რომ ამ ეტაპზე არ არის საჭირო. იმიტომ ავჩქარობ, რომ თუ შემიყვარდა ცოლადაც უნდა მოვიყვანო კიდეც. ეს იქნება ალბათ, როცა ვიქნები 23 წლის. შვილებს დავაარქმევ გიორგის და თამარს. ჩემს ცოლს დავაარქმევ მარის. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ცირა დავითაძე და კიდევ მხათუნა ღაღანიძე. ორივე ისე მიყვარს, რომ არც ერთის გამორჩევა არ მინდა. სწავლა მიყვარს, მაგრამ ფეხბურთი მირჩევნია. მიყვარს ფეხბურთი უფრო მეტად, მაგრამ თუ ფეხბურთელი ვერ გამოვედი, ამისთვის უნდა ვისწავლო, რომ კარგი პროფესია მქონდეს მომავალში. ახლა მინდა 6 წლის ვიყო, რადგან ჩემი ცხოვრებაში ბევრად მეტ რამე შევცლიდი, რაც ადრე მოხდა. გული მწყდება, რომ როცა პატარა ვიყავი, უფრო მიყვარდა კომპიუტერული თამაშები და ეზოში გასვლას არ უთმობდი მეტ დროს. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ჩემი და ბებია ჩემი. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 15 წლის და ჰქვია ნუცა. ის არის ჭკვიანი, ცელქიც, ცოტა ნერვების მომშლელიც, მაგრამ ძალიან გონიერი არის. მთლიანობაში არაჩვეულებრივი გოგოა და ძალიან მიყვარს. ჩემი აზრით, ნუცა რო გაიზრდება, გამოვა მოსამართლე. მამიკო არის შრომის მოყვარე, კეთილი, გულმოდგინე დასრულებს საქმეს, რაც ჩვენ გვეხება და კიდევ უყვარს ოჯახისთვის ბევრი საქმის გაკეთება. დედიკო არის ძალიან ლამაზი, კეთილი, ძალიან კარგი დიასახლისი და ჭკვიანი. მე ვარ კარგი მშობლების კარგი შვილი. მიყვარს კითხვა, თუ წიგნი საინტერესოა და ეხება რაც მაინტერესებს ისეთ საკითხს. ჩემი საყვარელი წიგნია ნოდარ დუმბაძის მოთხრობები. ასევე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი სერიალია ჩერნობილი. მე მგონი მაქვს ნიჭი და ვიქნებოდი კარგი მსახიობიც. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, აუცილებლად ვიქნებოდი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იაპონიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია ჯადოსნური ჯოხი. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მაგალითად მე კოსმოსში გავფრინდებოდი შოთა ბაბუასთან ერთად. წერალია, წავიყვანდი და კარგ რაღაცებს დაწერდა. ბედნიერება არის, როცა კარგად ხარ, როცა შენი ოჯახის წევრები კარგად არიან, როცა საქმეები მიდის როგორც შენ ფიქრობ და ასე შემდეგ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.